მოგესალმებთ, მეგობრებო, გამარჯობა. თავიდან დავიწყოთ იმ ამბავზე, რაც გორში მოხდა და პროკურატურის უსწრაფეს რეაგირებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება და მაიმუნების ისტერიკაზე, რომელიც დღესაც აქვს ათეხილი. 6 კაცი მეორე დღეს დაიჭირეს. მუხლი არის მძიმე, მესამე ნაწილია G პუნქტი, 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და 6 ადამიანი არის, 6 პოლიციელი, ყოფილი პოლიციელი არის დაჭერილი. ანუ რაც კადრში ვნახეთ, ვინც აქტიურობდა და ვინც, ასე ვთქვათ, მოქმედებდა, 6-ვე არის დაჭერილი. პასუხისმგებლობის საკითხი დანარჩენი პოლიციელების როგორ დადგება, ეს უკვე შიდა უწყებრივი საკითხია, მაგრამ ამასაც არაულია თქვენ. მე მინდა იმ მართლა, ბოროტებას რო ეძებენ, ტრაგედიას, სისხლს, ყველაფერს ცუცს რო ეძებენ იმათ მიმართო, რომელიც ახლა ისტორიკებს აწყობენ. მეტი რა უნდა ეკნა ხელისუფლებას? რა უნდა გაეკეთებინა? რა რეაგირება უნდა მოეხდინა? ჩვენ ესე იგი რაღაცა ყოველთვის რაღაცას უნდა შეადარო რა, იმიტომ რომ შედარებითია ეს სამყარო და არ შეიძლება უბრალოდ განყენებულად საკუთრივ რაღაცა დამოუკიდებლად ნივთ თავის თავზე იმშელო. ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს ევროკავშირის გამოცდილება, სადაც ძალის გადამეტება ხდება პოლიციელების მხრიდან, სამართალდამცავების მხრიდან სრულიად უწყინა აქციებზე, რომელიც მათ ლიბერალური დემოკრატიის პოლიტიკას ეწინააღმდეგება და მათ აჯენდას ეწინააღმდეგება და იქ ყველაფრის გაკეთება შეიძლება. და მეორე მხრივ გვაქვს ამერიკული გამოცდილება, რომელსაც მართლა არ არღვევს არც ერთი პოლიტიკური პარტია, იქნება ეს დემოკრატები თუ რესპუბლიკელები და ამერიკელი პოლიციელის, ესე იგი, ხელყოფა ნიშნავს სახელმწიფოს ხელყოფას და ამის შედეგად უკვე იქ ძალის გადამეტება სხვანაირად ხდება და ბოლო ყველაზე გახმაურებული ის საიმიგრაციო რა ქვია ბაჩამაგას IC's სპეციალური ტრამპის IC's როგორი შიფრება თქო ქართულად როგორ ესროლა ქალს რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ რომ ხულიგნობის გარდა მას არც ერთი ვთქვათ ბრალი არ ესადაგებოდა მეორე მხრივ ჩვენ საქართველოში გვაქვს ასევე უახლეს წარსულში გამოცდილება სადაც პოლიცია სისტემურად ძალადობდა მოქალაქეებზე, სადაც პოლიცია იყო ერთადერთი საყრდენი იმ დიქტატურისა, რასაც ერქვა მიშა სააკაშვილის დიქტატურა. სისტემური წამება, ანუ ის ძალოვანი სტრუქტურები ემსახურებოდნენ სისტემურ წამებას და ციხეში ადამიანებს გაუპატიურებას. როდესაც ეს მოცემულობა გაქვს, მოქალაქემ მე მგონია, რომ ცოტა მეტი პასუხისმგებლობით უნდა შეხედოს საკითხს. და უფრო რაციონალურად გაანალიზოს ეს ყველაფერი. ჩვენთან არიან დაჭერილები ხო ის ადამიანები ყოფილი მაღალჩინოსნები ადრე გუნდის წევრები რომლებიც შემჩნეული იყვნენ სხვადასხვა დანაშაულში შესაბამისად სამართლებრივ სახელმწიფოში სადაც ინსტიტუციები არის მნიშვნელოვანი სადაც კანონია მნიშვნელოვანი იქ ვერ იქნება ესეთი გადაცდომები და ყოველთვის ირეაგირებენ აუცილებლად და უბრალოდ მათ იცი არის ამით შეგვიძლია რადიკალური ოპოზიცია წავიკითხოთ აი ამ მეთოდებით რა რომ მათთვის მოსაწონს ვერასოდეს ვერ გააკეთებ. ესე იზავ ესე იგი ესეა ისე იზავ ისეა არ არსებობს მოქმედება შენი რომელსაც მოიწონებენ ასე რომ როდესაც რა აბსოლუტურ პოზიტიურ საკითხს დააყენებ იქ აუცილებლად გეტყვიან რომ ეს არის ან რუსული საქმე რა თქმა უნდა ან მტრობა ქვეყნის ან რაღაც მსგავსი იდიოტობა ანუ ჩვენ დღეს ევროპის და ის სწორედ ამ თემაზე ჩავწერეთ და კვირასაც ნახევარზე მაყურებელს შეიძლება სხვა ფორმატში იხილოს უფრო სიღრმისეულად ვილაპარაკებთ იქ ამ საკითხზე და შევადარებთ ევროპულ გამოცდილებას ქართულს მაგრამ რეალურად რაც სახეზე არის ის რომ ხელისუფლება განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან თავის ინსტიტუტებს ცემს პატივს და შესაბამისად ყველა ის პირი რომელიც დადასტურებულად არღვევს ადამიანის უფლებას ლახავს საკუთარ მუნდირს თუ სახელმწიფოს აყენებს ჩრდილს არის პასუხისმგებაში მიცემული. ეს არის იქნება სამართალდამცავი სპეცრაზმელი და
მაგაზეც ხო ამდენი წელი კი არა თვე კიოდნენ რომ აი არაკავებენ კი ბატონო სპეცრაზმელებს რომელმაც გადაამეტეს თავენ უფლებამოსილებას და დაშლის დროს იქაც დადგა განაჩენი ხო კონკრეტული ადამიანების ვინც დადგინდა და გამოძიებამ გამოარკვია დეტალები და გამოაშკარავდა და შესაბამისად მიეცენ პახსუხისგებაში, მაგრამ მაგაზეც ხო საყვედურს გდებენ. კი ბატონო. რო ანუ კარჩი მოკლედ მართლა ის ამბავია, მაგათ არ უნდა მოусმინო, მოკლედ ძალიან მარტივი ამბავია. მართლა ყველასათვის დღეს დააკავეს ყველა იქ მოქმედი პირი და დღეს ტიპებ აქცია გამართეს ისტერიკით, თითქოს ვინმე გადაეფარა იმათ და ნაცები როგორც აკეთებდნენ, მოკლავდნენ ადამიანს და მე გამოეწყობოდნენ ყველა ძმაო ბოკერიები, სააკაშვილები და გეუნებოდნენ რომ კაი რაღაცა მოხდა და ეს პირიქით სახელმწიფოებრივი არის. იგივე ხალხი დღეს გეუნება შენ რო აღასრულე სამართალი რომ მაინც რა საშინელება გააკეთა. ესე იგი IC არის Immigration and Customs Enforcement. კი ბატონო. რომან გოცირიძე არის პირველს გაუშვათ. რატო არა მაგით და გაუშვათ ბექაყურში. რატო არა? ზედმეტი მნიშვნელობა ხო არ არის ბექაყურშიასთვის. დღეს ნინო ნადირაძეს ეწერა ძალიან კაი თიკუნი. მომეწონა მოვიხიბლე თიკუნით. მაგაზე? არსებულ სუბიექტზე. ხო და რა ვიცი აი რა იწერა არ ვიცი. მე ბექაყურში. არა მე რაც ნახე ბექაყურში ინტერნეტის მიმირო არის და გვერდით სერგო ორჯონიკიძე რო უდგას. ხო იცი როგორ გვანდა ანუ იმის მერე სერიოზულად ვერ უყურებ აი ეს არის შეშლილი ჯონს გავს სვეჩი შეშლილი ჯონი ხუხაშვილის ახალგაზრდობასაც გავს ხუხაშვილის ახალგაზრდობასაც კი ანუ რაც არ უნდა ილაპარაკო ბექა მაგ სოციალური და ისე ჰაბიტუსითაც შანსი არ გაქვს არაფერი გამოგვიზრდა მაგრამ მე რა მაინტერესებს ზი ჩვენგან რასი ბინძურე ნახა აი ყველაფერს გააправებენო ნიჭო ნაცებისადმი ფერება არ უნახავს და აჰა თვითონ რასაც ჩადის დღენიადაგ ბექა ყორჯია ჩემი აზრით ცდილობს მომბაძოს აი ეს პირდაპირ ვიტყვი აკრედიტაციის გარეშე აკეთოს ცდილობს მომბაძოს შენი არის შენი პატენტი ჩინური ვერსია არავითარ ჩინური ხარისხიან პროდუქტს აკეთებენ უკვე არის შენი დერმატინის ვერსია ხო დერმატინის ვერსია და ნუ არ გამოსდის ნიჭი არა აქვს რომან გოცირიძე რომელიც ანუ არ გაუშვით ეგრე დაჟინებშო ბექა უკეთესად თუ იზამენ რა ზედმეტი პატივია რომან გოცირიძის კალკულაცია წესით უნდა კონდეს ციფრებში უნდა ერკვეოდეს რიცხვებშიც და ციფრებშიც და არის ეკონომისტი როგორც ხო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი იყო მე საფინანსო ბიუჯეტის ხელმძღვანელი და აი მოусმინოთ პირდაპირ როგორ ერკვევა ეს კაცი ციფრებში და რიცხვები ეს პარტია არ არის კი 1%-იანი პარტიებია მაგრამ დღეს 1% 200,000 ხმა 1%-იანი აზეთ ხელწამოსაკვები თემა არ არის 2 მილიონიდან 1% 200,000-ია 1%-იანი პარტიები რომლებიც არიან არ ვინდა დავასახელო და ძალიან კარგია ხო და პრობლემა იმაშია რომ არც მეორე ბედოვლათმა არ იცის რომ 1%-იანი 1% 200,000 2 მილიონის 1% არის 200,000 თურმე და მეორემაც არ იცის და დაჩნეს ესე პირდაღებულები რა ვიცი ხო რომან გოცირიძეს მოსმენა აღარ ღირს მეგობრებო ელემენტარული მათემატიკა არ იცის და პროცენტის გამოთვლა არ იცის და ეგ როგორ იყო ბანკის ხელმძღვანელი არ ვიცი დავით ზურაბიშვილი მაგიტო იყო კუპონი რო კი ბატონო შემოგტენა ჯიგრულად ო ჯიგრულად შემოგტენა და გაიბერა კუპონი დავით ზურაბიშვილი შეიძლება რაღაცა აგერიოს ისეთი ციფრი რომელიც რაღაცა ანუ დიდ ციფრს აკლებ რაღაცა ესეთი ბევრ ცვლელიან რიცხვს რა ესე დიდს ან მან შეიძლება რა მაგრამ ბიჭო ხა 2 მილიონის 1%-ზე რო 0 ზედმეტი გამოყავს და 20,000-ის მაგივრად რომ 200,000 არისო თან ამას რო ამბობდა დარწმუნებული ხარ რომ ესეა და წამით რო არ გაგიელებს რომ ვაიმე რაღაცა არასწორად ხო არ თქვი და ხო არ უნდა გამოვასწორო ნუ მე ხო ხა ამის ხელში აბა იმიტომ ეტირა ყოფა ქართულ ეკონომიკას დავით ზურაბიშვილი გაუშვათ მეგობრებო ჩემი ეს სტრატეგია არის არსებითაც და არის იმიტომ რომ და სადღაც არის 2003 წლის ვარდების რევოლუციის სტერეოტიპიდან ვერ ამოდის ეს ხალხი რომ საკმარისია ხალხმა იხულოს და წალეკოს ხელისუფლება ეს რაღაც უპრიმიტიულეს დონეზეა გაგიბეს არ მოხდება რა დიდია მე არ არის ორწუთიანი ვიდეოა და ეს მინდოდა რომ ეთქვა ესე იგი
სტერეოტიპი და ხალხი კი ვერ ამოდის, სტერეოტიპი აღარ არსებობს, გაქრა, ეს ყველგანი მითი დაიმსხვრა ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის. ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია მოხდა, იმიტომ რომ ესე უნდა შევანადეს. არა, თქვენ როგორ გახსოვთ ეგ დრო? თქვენ გახსოვთ უშუალოდ პროცესი მახსოვს დროიდან რაღაცები მახსოვს. ის დაქცეული ქვეყანა, ის შეშინებული სპეცრაზმელები და ღალატი, რომლის შედეგადაც შევიდა ეს გიჟი იქ და დაამხო. ღალატი, დაცვის ღალატი პირდაპირ. სხვა შორის ცოტა ის არის, რა ქვია, თემინე გადახვემა მაგ პერიოდიდან ყველაზე მეტად მეადრავა ხოლმე ცენტრალურ უბნებში ჭიაკოკონობა, რომ საერთოდ აღარ არსებობს. ამ ჭიაკოკონობის ფენომენი გახქრა. ნუ ეხლა დენი მოვიდა. ძალიან ჭიაკოკონობა, იმიტომ იყო რომ დენი არის. ბიჭო, რა მნიშვნელობა აქვს მაგას? ძალიან მაგარი ტრადიცია იყო. თუ მაგიტო იყო. არა, მაგიტო იყო ჭიაკოკონობა, რომ პროტესტის ნიშნად ცეცხლს ათებდნენ შუა ქუჩაში, არა, ეგ შუა ქუჩაზე კი არ ლაპარაკობს. ეზოს ჭიაკოკონობა, ან ცეცხლს გადახტომა და თამაში თამაში. მე თუ არ ვიყავი მაშინ 13 წლის, როდესაც პირველად გავსინჯე არაყი ჭიაკოკონობაზე და ეს იყო ჩემთვის, არ ვიცი, აი დაახლოებით ვადარებ ანტიკურ საბერძნეთში რო ისინი იყო კარნავალურობა და ფსიქოდელიურ ღვინოებს რო სვავდნენ და აუ რა დამემართა ცეცხლში როგორ ჩავარ რა დამემართა იცი ერთი რო გავსინჯე ერთი ჭიქა არაყი და მეტი არ დაგვალევინებს ვიღაცა ეთყობა უფროსიც იყო ჭკუიდა ხო შევიშალე მეთქი ეს რა ყოფილა რა მოგეწონა საოცრად და ბრო მომეწონა რა რომ მომეწონა გემოზე და გემოზე მეზიზღებოდა მაგრამ შეგრძნება ისეთი იყო რომ ნუ გავგიშდი და მეორე დღეს რა გავაკეთე იცი მეთქი ერთმა თუ ეს გააკეთა ბევრი რასიზავს ხო მე და ჩემაც ბაკაცბა ვიყიდეთ 13 წლისები ვიყავ ჩამოსასხმელი რაღაც საშინელი სპირტები იყიდებოდა ალბათ მიწის თხილი 4-5 ჭი გადავლეთ მე მგონი და მოვკვდით აი იმის მერე მოწამლული ვიყავ ერთადერთი რისი და ჭიაკოკონობა მართლა ძალიან მაგარი ფენომენი იყო და გახსოვს მაღალი ცეცხლიც კეთდებოდა მე იმას უნდა გადამხდარიყო ხო მუღამი ეგ იყო რომ სირთულე უნდა ყოფილიყო ცეცხლზე გადახტომა პატარა კოცმა საწევდი არული კუდიანი ჭიაკოკონობა რაღაც გარკული რაღაცა ეგეთი რო გითხრა რომ ეხა მაგ სემანტიკა ხო რაღაცა ეგეთი ახლა ცეცხლთან თამაში და მითოლოგიური და ზღაპრული მნიშვნელობაც არჩე ბორბალი სოფელში უფრო არა ჩვენთან იყო საფუთავზე ეზოებში ანუ ნახე ბორბალს ვანთებდით მე ამატებდი ბორბალს კიდე ამატე ბორბალის ძიება ხის მანძილზე რომ ბორბალი უნდა გეპოვა რა და სადღაც იაცნა ეგდო ბორბალი და მე ემატებოდა დონეები და იმას უნდა გადახტომოდი და გადახტომა მარტივ არ გეკიდება რა ის თუ რაღაცა ჭიაკოკონობა უძველესი ქართული რიტუალი ცეცხლით გაწმენდის დღეობა გასაგებია ძალიან კაი რაღაც გაიხსენე მოდი აღვადგინო კარგია პაგრიშკებს უფრო იოლა ტიპოვით დღეს მიდიხიდით შეულა გამოვიცე 500 ლარში ჭიაკოკონობას და იგრულად კარგად ნახვალ მაგას მნიშვნელობა არა როგორია პროტექტორი კაი გაუშვათ ვაშაკი რომელიც თვითკრიტიკულია მეგობრებო რას მივახციეთ ნახეთ აი ეს ჩავარდებოდა ჭიაკოკონის სასწრაფო. ეხლა ჩვენ გადავედით მეორე ფაზაში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ არა ვართ მაყოფილი პირდაპირ გეტყვით იმ რაოდენობით, რაც შევიკრიბეთ. ჩვენ გაცილებით მეტი უნდა ვიყოთ, ხო? და სწორედ ამიტომ ვიწყებთ უკვე უფრო ფართო მასშტაბიან კამპანიას. ჩვენ ვამბობდით კიდეც, რომ ძირითადად თბილისზე ვიყავით ორიენტირებული ამ პირველი ფაზის პირობებში. მეორე ფაზაში გვექნება რეგიონებთან აქტიური ურთიერთობა, რა თქმა უნდა. ამოღერგეს, როგორც იქნა ამოღერგეს, რომ ხალხი იყო ცოტა. ეს მიღწევაა რა გინდა, მეტი არა. ბუღაზე უნდა გაუშვა და შენ თვალები დახუჭა. აუ მამა, დავაი. როგორია თქვენი პროგნოზი? ანუ პროტესტი გასაგებია არის და პროტესტი გაგრძელდება. მაგრამ როდემდე გაუძლებს ოცნება ამას? Oh shit. ხო, ეგ უკვე ცოტა რთული თემა, მე მაგრამ ინტერპრეტი გაგებით არა მაქვს, მაგრამ კი არ როდემდე გაუძლებთ ვადაგვითხარი. რაო? ეს ცოტა ესეთი ემოციური გახსნა. სიყვარული უნდა გავკაჩოთ. ვის უფრო მეტად რა თქმა უნდა ჩვენ გვიყვარს საქართველო. გავაჩეროთ ახლა ცოტა ხანი და უბრალოდ მეერე გავუშვებ ჩვენ როგორ ეს ბერი კაცი რომელსაც გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ფსიქიკურიც კი როგორ ვეზიზღებით ჩვენ ქართული ოცნების მომხრეები რას ამბობს რას იძახის და რა აგრესიით მოგმართავს ხოლმე ძალიან დიდი სიყვარული აქვს ამას ძალიან დიდი სიყვარული რა ამათვის საქართველოს სიყვარული არის ურსულა ფონ დერ ლაიენის დანახული საქართველოს სიყვარული კი ბატონო. ხო, ეგეთი საქართველოს შეიძლება უყვარდეთ, კი ბატონო. მიშა უყვარს, ამას მეტი არავინ. მოდი ეგრე ვთქვა, პირდაპირ. ჰეგელია გაუშვით ამათი ძმაკაცი.
ჩემი. შენი კი ბატონო. და ნახეთ, აი ეს ხელისუფლების მოვიდა ერთ-ერთი თავარი რა ქონდა ხო რაღაცა ხელჩასაჭირა და საბაბად და ლოზუნგად რომ სისტემური დანაშაულები უნდა დასრულდეს, რომ ყველაფერი ეს გამოწვეული სად მივედით? აი ეს მინდა ყველა ქოცმა საკუთარ თავს ჯერ კიდევ რამე ტვირი თუ შეჩენიათ კითხოს. სად მივედით? სად მივედით? აქ რატომ მოვედით დებ? და ვერ გავიგე. რა სისტემურ დანაშაულზეა? არა, მართლა რა უნდა ექნა ხელისუფლებას? ეგრევე ჰქონდა რეაქცია პრემიერ-მინისტრმა, ეგრევე გამოაცხადა, რომ ეს დაიჯება ამ დანაშაულში მოქმედი ყველა პირი და პროკურატურამ აღძრა საქმე. მეორე დღეს დააკავეს დილით. დღეს უკვე ბრალი წარედგინათ, ხო? ბიჭო, ესაც არიელი ხმა. რა უნდა ექნათ მეტი? აი მართლა ეს არის ცარი. უნდა გადამდგარიყვნენ და ხელისუფლება. ყველა უნდა გადამდგარიყო. ყველა და ხელისუფლებაში უნდა მოსულიყო გრიგოლ გეგელია. არა, მიშა. აი ეგ იქნებოდა საბერძოლე. მიშა თვითონ არ უნდა მოვიდეს. მიშა. ვერ მოვა და მიშა. და ეს ყოფილიყო მიშას პრესსამსახურის უფროსი. ტუტუცი. პრესსამსახურის უფროსი. ხინკალი უნდა შეეკვეთა ამას მიშას. კი. ბატონო გიჟია რა. მოდი ანადოლიძე გავრისხოთ, გავუშვათ. ჩვენ მორატორიუმი გვაქვს გამოცხადებული მენტალური ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების დაცინვაზე და კრიტიკაზე. არ შეიძლება. გავაგრძელოთ მორატორიუმი წამლებმა. ხო, გავუშვით შე. ქართული ფსიქიატრია აბა ვნახოთ. ეცით რა არის? ამ მოძრაობას ახალი ჰედლაინი არ ჭირდებოდა. იმ საპროტესტო მოძრაობას ქონდა სლოგანი და ეს იყო ცეცხლი ოლიგარქიას. ეს იყო ფანტასტიკური. ჭიაკოკონობა რა ბაზი. მოიგონეს მეპროტესტებმა და ეს იყო რაც გამოხატავს იმ უთანასწორო ეკონომიკურ სისტემასთან ბრძოლას და ჩვენ თავზე ჯდომას, რომელსაც წარმოადგენს ოლიგარქია. ოლიგარქია ივანიშვილი იქნება თუ ჩხარტიშვილი, ამ ერთად არიან ეგენი ყველანი. ის სისტემა, რომელიც არის ჩაგორელობა. ხაზარაძე არ არის. კეზერა არა. კეზერა არ არის, არა. ვაუ. ხო, აბა მითხარით თქვენი ვერდიქტი. გავაგრძელოთ მორატორიუმი თუ აჩვენოთ სტაბილურად მძიმეა. ანუ გავაგრძელოთ მორატორიუმი. სტაბილურად მძიმეა ალბათ ყოფის ჯანმრთელობა. ხო და გავაგრძელოთ თქვენ არა. არანაირი საჯდომთ მოუბარი. არანაირი კეთილსაიმედო არაფერი ხდება. საჯდომთ აი არა რატო? არა გამოვტოვეთ და ამიტომ გავუშვათ. ვინ გამოვტოვა? საჯდომთ მოუბარი. და თამარა? თამარასაც გავუშვებ, ყველას გვეყოფა. თამარა, ძმაო. გავუშვ, კაი, თამარა გავუშვებ. გიჟი თუ გავუშვი, ერთი მეორეს რატო ჩაგრავ? კაი, გავუშვ. ახლა მთელი ზაფხული ვიქნებით აი ამით დაკავებული დაანონსდა კიდეც გუშინ და სექტემბერში მე დავითვლით შემოდგომაზე დავითვლით მე წიწილებს ამ კამპანიის შედეგს. ანუ შეიძლება იყოს შეიძლება ხალხს ჩამოყალიბებული არა. ეს ინფორმაცია მქონდა რომ 20 ის შეიძლება გეგმა. მე არა არაფერი მაგარი რამე აქცია იქნება ორი თვის მობილიზაციაზე მე გამოიყვანეს გაციე 7000 კაცი და რაღა აქციას დაანონსებენ. ჩვენ მეგობრებო ვიცით რას ნიშნავს თამარ ჩერგოლიაშვილის საზაფხულო აქცია. გაისადრო განსონ აქცია. საზაფხულო აქციები გამოირჩევა მხიარულებით, ბავშვებისა და სიყვარულით, ოჩოფეხებით, სპანჯბობით და ასე შემდეგ. და მხოლოდ მივესალმები განგნამ სტაილით. განგნამ სტაილით. თქვა ის ბავშვები, რომლებიც გაარჩეს ფოჩი, ხა მე მგონი გაიზრდებოდნენ და ზოგიერთმა მოიპოვა მისცემის უფლებას. ამიტომ ეგრე გააგზავნა. ჰა? აშვაგანდა. აიავასკა. ბავშვებს ამუშავებდა, აწმენდებდა იქ. აიავასკა არის თემა. აი პოლიტიკურმა პარტიამ ეგ უნდა ქნას. კი ბატონო და გაუშვათ საჯდომთ მოუბარი. შამანები პერუდან და ბოლოს ამ რეგიონიდან გონაში არის ამერიკის ინტერესები და კი საუბარი იყო მაგაზე როგორ შეიძლება ამ ინტერესების ერთობლივ გამხვა და გატარება. ეს შეხვედრიდან გამოვიდა დელეგაცია იყო ჩამოსული ერთი წამი რა ეხოცა ან წარმოიდგინეთ ჩამოთხარ და ეს ხდება ამერიკის არა ოკეია არა ვინ იყო ჩამოსული არ ვიცი ნუ ერთ-ერთი კლერიკალი ამერიკელი ჩამოვიდა საშუალო რგოლი იყო თუ დაბალი რგოლი საკმარისი არ არის საშუალო რგოლი ხო არა საშუალი არა საშუალო ნუ რა მნიშვნელობა აქვს ბაჩო არა საშუალო არა რგოლიდან იყო ჩამოსული ტიპი და უნდა შეხვდეს ახლა ოპოზიციასაც რა ელოდება რა რომ ვიღაც ქართული ოპოზიცია და შემოდის ტიპი რომელსაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას მოსვლა პრეტენზია და თავზე ახურავს რომ ამერიკის იმას რა ქვია საჰაერო დივიზიის კეფკა ნახე ბაჩო ანუ როგორ ის დაიციო
მე მინდა რომ ეგეთი გამოვლენილი აგენტი მე მინდა რომ ზურა გირს ვაჩუქო დინამო თბილისის კეპკები და დაიხუროს ეგ. არასოდეს არ დაიხუროს. რატო? ფეხბურთი ეზღება. მაშინ რა ევასება? არ მინდა ეხლა თქვა. აიცი რომ ფეხბურთი ეზღება. თქვა, დაფინანსება უნდა შეუჩეროთო ფეხბურთი. აი ეგ შეო ქართული ფეხბურთი ეზღება. ლიბერტარიანელობის გამო არა. რატო უნდა გადავიხადო? ეგ იაგო ხუჩია ძალიან ევასება. დაავადებულებს არ უნდა მიცეთო. აი ბოდიში მაგარი ბალერშიკია. არა, შალვა ეგ რაშუაში ეგ ლიბერტარიანული იდეოლოგიაა. ეგ თორე იაგო ხუჩია ძალიან უყვარს ფეხბურთი, მაგრამ ისიც მაგაზრზეა რომ ბიუჯეტიდან არ უნდა კონდეს დაფინანსება. გასთან მაგო ფეხბურთი არ უნდა ევასებოდეს, პროსტა ჩემი. არა. ლევან სანიკიძე და გიგა ლემონჯავა. კიდე ერთ კომენტარს გავაკეთებ რა ამაზე რომ ერთი რომ ნუ ეგ ვიზუალური დათვალიერებით, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსი რომელიც თავის თავს ეძახის ქართულ პოლიტიკოსს და რომელსაც უნდა რომ ხელისუფალი იყოს და რომელსაც უნდა რომ ქართველი ამორჩეულის უმრავლესობა მხარი დაუჭიროს ამერიკის ინტერესებზე გელაპარაკება ნუ რა არის საქართველოში ამერიკის ინტერესები და მაგას როგორ დაემთხვევა ოპოზიციური ხედვა ოდესმე თუ მოვიდა ხელისუფლებაში. იცი ვის შეხვდნენ ამერიკის სახელმწიფო მდივნის აპარატის თანაშემწე ჩორტიოზნაირ და ევროპის და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, როგორი წარმომადგენელი გუშინ მიღებული სტაჟიორი თუ ვინმე ან ჩათვალე რომ დაბალი დონე წარ. კაი, ლევან სანიკიძე, გთხოვთ. მიხეილ სააკაშვილი რასაც წერს, ის რომ გარეთ იყოს ეჭვიანებარება რომ ყველაფერი მოვიდოდა სისრულეში, მაგრამ თავარი გამოწვევა რასაც ვაწყდებ. რაც გააკეთებდა განსხვავებულს იმ ადგილას რომლებიც მიხეილ სააკაშვილს აქვს ერთი და თავარი უპირატესობა გარდა გამოცდილებისა, ნაკეთების საქმისა მას ყავს ყველაზე მეტი პერსონალური მხარდამჭერი ამ ქვეყანაში. ჩემი ღმერთს მეტი. სერიოზული იყო, სერიოზული ჩოქბჯენი იყო და მე ხლა მივხვდი. პატრიარქს ემეთიც ხო? ამას ალბათ ხო? ეგ იგულისხმება და არა პოლიტიკოსებს. მამამის ყველაზე მეტი პერსონალური მხარდამჭერი. და მე მეცაც გეტყვით, არა ცოცხლებში, არამედ ისტორიულ ფიგურებშიც, გამოგონილ გმირებშიც. მე მგონია რომ საერთოდ რატო საქართველოში? აი პლანეტაზე. რატო? ხო. ინტერგალაქტიკურ სამყაროში. მე ხლა მივხვდი ზუსტად. მამამისმა რატომ დაუთმო სარბიელი ჩოქბჯენის შვილს. მე სხვა შორის თემა ხო იყო? ლევან სანიკიძე მე მთხოვა ერთმა ჩემმა ნაცავმა და მეგობარმა რომ ჩამოყალიბდა მეგობარი კავშირების გამო თავ შევკავებ უწყმაწური სიტყვებით რომ მოიხსენიო ხოლმე ამ მოიხსენიო გაზბაზი თუ შვილი ხო და მე გავაგზავნებ მოდი ამიტომ ხო და როგორც ხაზარაძეზე იყო გაყოფილი მიუხედავად იმისა რომ ერთ ადამიანს მეგობარიც არის მოგვიგდო მე შავას გაგრავაი და არა მოიცა კაცო მამამისმა რატო გადასცა თქო ასპარეზი რა რატო შეიძლება გინება არა ის თქვია იმიტომ რომ მის ფიზიკურ და ასაკობრივ მდგომარეობაში ჩოქბჯენს ვეღარ აკეთებდა მუხზე ვეღარ დგებოდა და შესაბამისად გადაულოცა ამას მაგრამ ხო შეიძლება და ეხლა ძმა ეს მაგარი ხოდით მიდის რა რასაც აკეთებდა მამამისი ესეც იგივენაირად ჩოქბჯენი არ შეეშვა იუველირის ზუსტით უბერავს ძალიან და ჩოქბჯენი არ შეეშვა არა რა თქმა უნდა კაც გადასცა იმენა ძალიან კარგი რაღაცა და ჩოქბჯენის ინსტრუქცია და ეხა ბოლოს ფინალური აკორდი დესერტით ბაჩო აი ამას შენ გიგა ლემონჯავა გვაქვს ყოველ დღეს კიდე უთხარო აღარ მოაგროვონ არა ხო როგორი საინტერესო ტიპაჟი არა განაგრძე ძალიან ხო ჯერ სანამ გქონდა ერთამ გიგან ლემონჯავას რო კითხონ ბაჩოზე აზრი სარწმუნოებული ხარ რომ თავს შეიკავებს სხვათა შორის ჟურნალისტი უნდა იმას აქვს აი მოდი რომ ერთი წელია ეს ბიჭი თავს იკავებს დაჟე იმ დონის ეთიკურ სიმაღლეზე ასული გური რო ეკითხება დაბადების დღეზე ხარ ნამყოფი იმასაც არცემს პასუხს და ეხა რომ პირველივე კითხვაზე გაგლანძღოს რას ის სხვათა შორის ძალიან საინტერესო რამ თქვი და აუცილებლად უნდა დავაბაროთ ჟურნალისტს რო ბაჩო ოდიშარეზე ხარ კლასელი და რა სიტყვით როგორი კლასელი იყო ნეიტრალური უნდა გქონო როგორი მოსწავლე იყო ხო და ეხა ვაფშე რას შვება ხო ეხა სწორგზაზეა ხო სწორგზაზე რა სიტყვით მის პოლიტიკურ პოზიციაზე კი აუცილებლად გავაკეთე ეხა ეს თუ ნახა გიგამ უეჭველი მომემზადება და იტყვის რომ ეს თავ შევიკავ ხო აი ნახო იკაცებს ბარიბარში იქნება თუ არა გიგა ლევონჯავა გთხოვთ ეს ჩუმად უნდა გვეკნა ივანიშვილის რეჟიმი არის ძალადობის არასტაბილურობის თავარი წყარო და ვისაუბრეთ
როგორ წარმოგვიდგენია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება საბოლოო ჯამში ჩვენ ამერიკელ მეგობრებს გავაცანით ჩვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში ბუნებრივია რომ ჩვენი პოზიცია არის და ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა რაც შეიძლება მეტი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში რაც და გვიხარია რომ ამერიკის ინტერესი საქართველოს მიმართ ხო უხარია ბავშვთა ხო რა ვიცი ხა ჰაბიტუსი როგორი აქვს იცი სოციალური არა ეგრეც არ არის ამერიკაში დაჩიავებული ეგრეც არის ბევრად კომიკური ტიპაჟია ძალიან და აი მაგალითად იცი ის მე დავიწყეთ ინტენსიურად გაშვება გაგვიქრა მაგალითად ასპარეზიდან გაქრა კრევო ბიჭო კრევო ამისგან განსხვავებით კრევოს კიდე სხვა ეგზისტენციური ტვირთი ქონდა ხო კრევო ენაშიც გაჭედილი იყო და მაგიტო იყო სასაცილო ხო მაგრამ აი ჩვენ აღლა ხო და ეს არის როგორიც აი ყველა ენაში ბეჭედ დასმული წვედანია ყველა ენაში ოღონდ რა ენაშიც არ უნდა აიღო ჭიჭე რატო გამოვტოვეთ ჭიჭე გამოვტოვეთ ჭიჭე გაუშვით ვაშაძე გაუშვით ბიჭო გიგაზე არ გაგვიშვია არ გაგვიშვია ჭიჭე გაუშვით თქვენ ასე ვთქვით ბატონო ბაჩანა ისეთი არაფრის მომცემი კომენტარი ქონდა რომ დამავიწყდა რომ გაგვიშვი ბატონო ბაჩანა ჭიჭე რატო გონია რა გაუშვით ეს შენ თქვი რომ ეს ჭია კოკონობაზე ჩავარდებოდაო და მოიცი იმ კომენტარში თქვა რომ ფართო მასშტაბიანი არ იყო საკმარისა და თვითკრიტიკული იყო თქო რო თქვი შენ სადახარ ჭიჭეს როგორ მაზავ ბიჭო ახლა გიგას გაექცა გადაო მე რა მაინდა რატო ვერ შეათანხმეს ეგ მესიჯ ბოქსი რომ ზოგი ამბობს რომ 50000 იყო ზოგი 20000 იყო ეხა ეს ამბობს რომ ცოტანი ვიყავით კი ვარ ხო რატო ვერ დაალაგდნენ მაგაზე აი იმაზე ვერ დაალაგდნენ რა უნდა და Facebook სტატუსებინათ და ყველა სხვანაირად იმიტომ რომ იყო 6000 და აქედან გამომდინარე 50-მდე ვერ გაბერეს რა ხო ხდებია რა ეგეთი ნაგლებიც არ არიან ვინც გაბერა ნაგლია ყველაზე და გასაგებია მეგობრებო დიდი მადლობა იმისთვის რომ გვიყურეთ დიდი მადლობა რომ სამნიდაკო დასრულებულია ჩვენ გემშვიდობებით თქვენ ანონსი გააკეთეთ შაბათამდე ჩვენი გადაცემა კვირას გავა და ანონსი იქნება აი დღეს რაც ვისაუბრეთ სამართალო დამცავების დაჭერა და მის შედარება ევროპულ ამერიკულ განსაკუთრებით ევროპულ გამოცდილებას ევრობიუროკრატია როგორ იყენებს ძალოვან სტრუქტურებს თავისი ლიბერალური იდეოლოგიის ესე იგი დასაცავად და ყოვლად უარგუმენტოდ ყოვლად არასამართლიანად ექცევიან იქ თავიანთ მოქალაქეებს და ამის საპირწონედ ჩვენთან რა ხდება ამაზე იქნება საუბარი დიდი მადლობა ყურადღებისთვის ჩვენ გემშვიდობებით ორ შაბათამდე კარგად გრძელდებოდეთ ნახვამდის